წიგნი ღრუბჭაღები, ავშარები, სოვანურის თომების, სოვანურის ისტორია. მანამდე საქართველოს ისტორიაში, ბუბლაში და ყველგან იყო ერთი სიტყვა, სოვანური არის სიტყვა თურქული წარმოშობის, ნიშნავს ხალხი და წერტილი. ეს იყო სოვანურზე მთელი ინფორმაცია. Որտեղ ეს იყო 100% გასაგებად შეძლო. და მე დავიწყე ისტორიის წაკითხვა და ჩემი დაწერილი წიგნი არის 100% ყველა არქივის საბუთების საფუძველზე, ისტანბულის არქივის, ანკარის, სანქტ-პეტერბურგის, ასევე ქართლის ცხოვრება, მოქცევა ქართლისა, შუშანიკის უხერხა და ამ საბუთების საფუძველზე დავწერე ჩემი ასე ვთქვათ მოგონჭალის სოვანურის ისტორია და ძალიან საინტერესო ისტორია გამოვიდა და მე ვამაყობ ჩემი ისტორიით. პირველ რიგში ვამაყობ ამით, რომ გნებავთ სასანიდებიდან დაწყებული, არაბებიდან, სელჯუკებიდან, მონღოლებიდან, დაწყებული შაჰ-აბასიდან, ნადირ-შაჰიდან, ხოლოში აღა მამა შაჰ-გაჯარის შედევა საქართველოში. ჩვენ სულ ვიყავით ქართველებთან ერთად, ვიყავით ერთგული, ჩვენ სამშობლოს ვიცავდით და იყო ძალიან ბევრი გმირები ჩვენი ისტორიულად და ამით მე ვამაყობ და როგორ ისტორიკოსი და მიზანი შემეს არის, რომ საბავშვო ბაღებში ჩვენი სკოლებში და უნდა იცავლონ ჩვენი ბავშვები თავის სამშობლოს ისტორია. თუ ბავშვი არ იცის თავის სამშობლოს, თავის დედის, მამის სამშობლოს, ასე ვთქვათ, ისტორია, ეს უკვე საშიშია. ეს გაახლოვდება ფანატიზმს და მე მინდა, რომ ჩვენი ბავშვები და ამ თემაზე უნდა ვიმუშაოთ, რომ განათლების სამინისტროსთან ერთად, რომ საბავშვო ბაღებიდან დაწყებულ სკოლებში ჩვენი ბავშვები მოკლე წიგნებში უნდა იცავლონ თავის სამშობლოს ისტორია. ამით იბადება სიმპათია, სიყვარული თავის სამშობლოს მიმართ. ჩვენ ასე გავიზარდეთ. და ეხლა საქართველოს ჩვენ ამბობენ აზერბაიჯანელი, ხოლმე თათარი, ხოლმე აზერი. ჩვენ არც აზერი არა ვარ, არც თათარი არა ვარ, არც აზერბაიჯანელი არა ვარ. ჩვენ ვარ საქართველოელი ღრუბჭაღები. ეს ისტორია იმგიცებს ამას. და ამაზე უნდა თქვა, არ შეიძლება ასე თქვა, მე აზერი არა ვარ, არც აზერბაიჯანელი არა ვარ და არც აზერბაიჯანთან საერთოდ ურთიერთობა არ აქვს ჩვენ. ჩვენ ისტორიულად ცხოვრობთ აქა, ჩვენი კულტურა უფრო მაღლად დგას, ვიდრე აზერბაიჯანისა და თურქეთის ასე ვთქვათ კულტურა, იმიტომ რომ პირველი თეატრი აქედან წავიდა თბილისიდან ბაქოში არ იცოდნენ არის თეატრი. ეხლა ითქვა, ვინ საიდან მოვიდა. ჩვენ იქიდან მოვიდეთ, ჩვენ აქედან წავიდნენ ისინი და ეს არის დიდი კითხვა. მე კიდევ ვამბობ, ცოტახანში ასე ვფიქრობ, რომ ჩვენი წიგნი გამოვალ. მარტო სოვანურის კი არა, სოვანური ერთი სოფელი და ადგილი არ არის. სოვანური არის ქალაქ თბილისის აღმოსავლეთი, საიდან იყო სულ შედარებული არის. სასანიდებიდან დაწყებული ჩვენი ერის კიდე მანამდე რაც იყო შედარებული სულ იყო აქედან, იმიტომ წერი მოვდიოდა აქედან მხრიდან, და იქიდან იწყებოდა შედევა ქალაქ თბილისში. და მე ფაქტებით ვაჩვენებ რამდენიმე გნებავთ ხუთ ვოშაროველის, მე ჩვენების ასე ვთქვათ მსხეთასთან ალიხან შამშადინელი 400 ხევსურებთან ერთად განადგურეს 5000-მდე აღამამე შაჰ-გაჯარის ასე ვთქვათ არმიას. ძალიან ბევრი რამე გვაქვს, რომ სიამოვნებით შეიძლება ვთქვათ, რომ ჩვენ უყვართ ჩვენ სამშობლოს, ჩვენ არასოდეს ჩვენ არც ერთი მომენტ არ იყო, რომ ვინმე იყოს მოვალათე თავის სამშობლოს მიმართ. ჩვენთვის პირველ ადგილზე დგას სამშობლო, ვიდრე ეროვნება და რელიგია. სამშობლო ეს სხვა რაღაცა ნიშნავს ჩვენთვის და გნებავთ თურქებიდან დაწყებული, გნებავთ მეთორე საუკუნის დავით ალმაშენების დროიდან არტაკ
სიმამრე დავით აღმაშენებელი როგორიც ღვთჭარი იყო და მეორეც იყო გურანდუხტი ღვთჭარი. ჩვენ ძალიან ბევრი ნათესავი ურთიერთობა გვაქვს გნებავთ კულტურაში, ადათებში და ბევრი რამეში. ამ წიგნით მე მინდა დავიწყო მთელი რეგიონების ასე ვთქვათ სწავლა, მარნიულის, ბოლნისის, მანისის, საგარაჟის ყველას. იმიტომ რომ არც ერთი სოფელში არავინ არ იცის მისი წარმოება საიდან არის, ვინ არიან, როგორ არიან და ასე შემდეგ. როგორ ქართველები თომებით არის შექმნილი, სვანები, მეგრელები, კახელი, აჯარლები, იგივე ჩვენ ვართ იცოდეთ. ჩვენშიც არის ცხოვრება. უბრალოდ ქართველები არ იციან. იგივე აზერბაიჯანელი, როგორც თქვენ ამბობთ, ღვთჭარები, არ იციან ქართველები ვინ არიან. ჩვენ ვცხოვრობთ ერთ ოჯახში. ოღონდ ერთმანეთს არ ვსურვებთ. ეს არ არის ასე ვთქვათ რა, მე რაც არის რეალური ამას ვამბობ. ხო, ნება განათლების სისტემა. ხელა ბატონებს სამხობებას რო ლაპარაკობს, ხო? საშში ეს არის რომ კაცი ქართული ენა არ იცის. საშში ეს არის რომ ისტორია საქართველოს არ იცის. და ბევრი რამე არ იცის. განათლება უბრალო განათლება რო არ არის. ეს ამას ნიშნავს რომ ეს მიმართულია ფანატიზმზე, რელიგიაზე. ჩვენ აქაური ინტელიგენცია ბევრი ქართველმა არ იცის. დილიდან ღამამდე ვართ ომში. იცით როგორ არის? დღეს ომი რო არ არის საქართველოში, ეს არ ნიშნავს რომ ყველაფერი წყნართან. არა, მიდის იდეოლოგიური ომი. მიდის ასე ვთქვათ, ისლამი ხო როგორ რელიგია. ეს არ არის დღევანდელი რელიგია, რაც არის საქართველოში. ისლამის რელიგია იყო მაშინ, როცა იყო დავით აღმაშენებლის დროს. დღეს არის პროპაგანდა. ასე ვთქვათ, სპარსების, არაბების პროპაგანდა. მისი შეგვეთებით, მისი ისე ვთქვათ, ინტერპრეტაციით ლაპარაკობენ რელიგიის წარმომადგენლები. და ჩვენ გამოვდივართ მისი წინააღმდეგ. ჩვენ არ გვქონდა ისეთი ასე ვთქვათ და იმიტომ რამდენიმე უფრო ინტელიგენტი იქნება ასე ვთქვათ ღვთჭარი ხო ეს უფრო კარგია სამშობლოსთვის ვიდრე ფანატიკოსები და ვიდრე ისეთი კადრები როს არენაზე არიან ხო თავის სოფლის ისტორიასაც არიციან თავისი უარიც არიციან და ბევრი რამე არიციან კიდევ ალბათ მე ვამაყობ რომ მე არა ვარ ქართველი მე ვარ ოღონდ ქართველი ერის ნაწილი არა ვარ მე ქართული ხალხის ნაწილი ვარ მე მინდა თუ არ მინდა ჩემში უკვე ქართველი არის სიტყვა რომ მე ქართული ხალხის ნაწილი ვარ და ამით ვამაყობ ჩემი ისტორიით და ჩვენ დავიწყებთ კიდევ დაწერა ბევრი რამეს საბავშვო ბაღებში რომ აწიოთ ბავშვებში პატრიოტიზმი ვაწიოთ სიყვარული საქართველოს მიმართ ქართული ადათებზე, ქართული იმებზე, ისე კი არა დიდი წიგნები და რაღაც, ეხლა დიდი ასამხელე წიგნები არავინ არ იგრძნობს. უნდა მოკლედ დავწეროთ ლექსები, პოეზიით, იმით, მუსიკით, რა ვიცით და მე თან ბატონოჩემის კარგი ლექსები წერდა და კარგი იმის წერდა, მუსიკებს წერდა, ამით მინდა რომ იმაში იყოს ისა. ეხლა მე მინდა ერთი ჩვენი პოეტის ქალაქ თბილისზე დაწერილი იმას ლექსი თქვა და ამით დავთავრე შენ გამოსვლა ხოდა ey yanam Tiflis'e uşaq sarına bir də o yerlərə yetirir məni səhərlər aşıb Sənan dağından güllərin içində yetirir məni göy otun üstündə kəsin quzunu şarab sulanmamış səfir quzunu kafes saxırınla kəl boynuzunu doldurub bir hala gətirir məni yayılsın ətrafa conquri səsi, ruhuma doğmadı gürcü nəğməsi, düşəndə axşamın sərin kölgəsi, külü körpüsünə ötürür mən. Qalbatoni, kətəvani qədəb bitərgünüz. Radloba.